1001 ღამე. Алло. Иван Шидобისა, ხომ არ გაგაღვიძე? რომელი საათია? 11:15. გვიანი ყოფილა. დღეს სამსახურში მოხვალ? რა გინდა, უნდა ჩაიწერო, რომელი თანამშრომელი რა დროს მოვა. ქერემ, თუ გინდა რომ მოხვალ, ეს არ არის ჩემი პრობლემა. მაგრამ სემირ სლობოდასგან წერილი მივიღე. სათხილამურო ცენტრის პროექტი ფინურ კომპანია ავარიოს გადასცეს. მეგონა დაგაინტერესებდა. სარაევოს პროექტი დავკარგეთ. Şimdi kaybettik. ეს საქმე დღესვე უნდა მოვაგვაროთ. მაშინ ქარდეს ლარში. იანიკაფის ჩაის სახლში მოდი. ნახევარ საათში გელოდები. კარგი, მაგრამ პასპორტის გარეშე მოსვლა არ გაბედო. კარგი, შენ კი ფულის ამოღება არ დაგავიწყდეს. თუ პასპორტის გარეშე მოხვალ ძალიან გავბრაზდები. არის ნერვიულოდ. Алло, Сергей. Burhan Evliyaoğlu var. გამარჯობა ზვირხასა, გამარჯობა. ახლა სტამბოლში ხარ? იქნებ ერთად ვისადილოთ? კარგი, კარგი. დღესაც შემიძლია. ქალბატონო შაჰრაზად. ხედავ რომ მიდიხართ. თუნებას დამრთავთ. გასამუთ რა თქმა უნდა, მაგრამ 3 საათზე თათბირი გვაქვს. ვიცი. გთხოვთ. გმადლობთ. გამარჯობათ ბატონო ქერემ. რომშილობის. სად მიდიხარ? ცოტას გავისეირნებ სულთა ჰაერზე. კარგად ხარ? ყველაფერი რიგზეა? კარგად ვარ. უბრალოდ გავისეირნებ.
ხასანი შენ ხარ? მე ვარ. კემრელად მიირთვე. დაბრძანდით. გმადლობ, მოდი საქმეზე გადავიდეთ. მოიტანე? შენ მოიტანე? იბო, ორი ჩაი მოგვიტანე. პულზე შევთანხმდეთ. ჯერ პასპორტი მაჩვენე. ფულზე მერე ვილაპარაკოთ. საიტი მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს. აქ დარეგისტრირდები, მერე შენს პოსტაზე წერილი მოგივა. მოგწერენ შევხვდეთ, მოვილაპარაკოთო. მოდი შენს პროფესიას დავწერ. ეგთანი. გმადლობ, მაგრამ მე კომპიუტერი არ მაქვს. შეგიძლია მობილური გამოიყენო. ინტერნეტში ვერ შედიხარ? ჩემი მობილური ძალიან ძველია. რა ხდება განი? მაშინ ჩემს ელექტრონულ მისამართს შევძერ. ხშირად შევამოწმებ, არ ინერვიულო. შენი ტელეფონის ნომერი მითხარი? კარგი. განი, ასე დროს სახში რატომ ხარ? დღეს ადრე მოვედი, რა ხდება? აბა ახლა ვეადი შენს ოთახში. არ წავალ, ძალიან მშია. აიშე, განი საჭმელი მოუტანე. თავის ოთახში შეჭამს. აიშე, ლანგრით აქ მომიტანე, აქ შევჭამ. განი, ნუ მაბრაზე, ბადი ოთახში. აიშე საჭმელი ოთახში აუტანე. ისევ რატომ ყვირი, ფიუსონ რა მოხდა? განი, გააკეთე, რასაც გეუბნები. მე კეთილ საქმეს ვაკეთებ. გოგოს სამსახურის შოვნაში ვეხმარები. კარგი რა, შენ და კეთილი საქმე, ადი. ეს გოგო რომ შეუყვარდეს დედა. მამამ ეს რა გააკეთა? რატომ მოიყვანა ის გოგო? მას ხომ საერთოდ არ ვიცნობთ. ფიუსონ, არ გახსოვს რა თქვა მამა ბურხანმა? გოგო უცემიათ, ქუჩაში უნდა მიეტოვებინა? მერე რა, რუსეთიდან ხომ მშვენივრად ჩამოვიდა? ნუ ამბობასა შვილო, ის ჩვენი სტუმარია. ძალიან მეწოდება, ლამაზი გოგოა. კარგი რა ლამაზი. რას გავს? სახლში ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობს. ძალიან საშიშია. ღმერთმა დაიფაროს მასთან რომ შევიდეს და რამე ჩაიდინოს. წაუღე აიშე. კარგი რა, ჩემო ძვირფასო, განი ბავშვი ხომ არ არის. კარგი ფიუსონ. რა საქმიანობთ, ბატონო ბურჰან? ვაჭრობ. რითი ვაჭრობთ? განსაცვლით. კარგი. ხედავ ამაზე ლაპარაკი არ გსიამოვნებს. ჯობია ცოტა ილაპარაკოთ, ყვილად რატომ უნდა დაიღალო? ის კაცი როდის მოვა? ბალე, ნუ ჩქარობთ. ამერთო, ესენი აქ საიდან გაჩნდნენ? წარმოდგენა არ მაქვს. აი, ის კაციც მოვიდა. ისმენს მაო. შეამოწმეთ, ნამდვილად ის პასპორტია? ხო. ის არის. კარგი. ამ საბუთის ხედვა გსურთ? რამდენი გინდა? საბუთს $10,000 გავყიდე. რამდენი ფული არ გაქვთ, როცა გექნებათ, მაშინ მოკრედით. 2000 მოგცემ. ბატონო ბურჰან, ვერ გაიგეთ? 10,000. 2000. მაშინ ვერ შევთანხმდებით, ბატონო ბურჰან. მე წავალ, თქვენ საქმეს მიხედეთ. ბატონო ბურჰან, ამ არამზადასთან რა საქმე გაქვს? გამარჯობა, ბატონო სერგეი, თქვენ რა აქვე იყავით? რასაც ეძებდი, იპოვე? ასეა? ხო, ვიპოვე. ჩვენერია. რამდენს გთხოვს ეს არამზადა? 10,000. 2000 შევთავაზე, მაგრამ არ თანხმდება. თანახმავარ, ბატონო სერგეი, ავიღებ. აი $1000. კარგი ბატონო სერგეი, მაგრამ მე და ბურჰანი სხვანაირად შევთანხმდით. მოკეთე. გასაგები, მადლობთ ბატონო სერგეი, მე წავალ. გმადლობ სერგეი. დიდი მადლობა. რა სამბობ ძმაო ბურჰან?
ონურმა ცოლობა რომ გთხოვა, მეორე დილით ჩემთან მოვიდა. მაშინვე გითხრათ? რა თქმა უნდა, მაშინვე. ასე რატომ იჩქარა? იმიტომ რომ ონური არაფერს არ მიმალავს შეჰრაზად. არც მე ვუმალავ. რა გითხრათ? მითხრა რომ დანახვისთანავე შევუყვარდე. ცხოვრებაში პირველად გაუჩნდა ეს გრძნობა. მართლა ძალიან უყვარხარ. ბატონო ქერემ, თქვენთან ამ თემაზე ლაპარაკი მეუხერხულება. რას ამბობ? ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. გმადლობთ. ონურს უკვე დათანხმდი ცოლობაზე. ვაპირებდი, მაგრამ გამაბრაზა. რა მოხდა? რატომ გაბრაზდე? ჟურნალში დაბეჭდილი სტატიის გამო. შეჰრაზად, ნება მომეცი რაღაც გითხრა. ონური მართალია. ისეთი ლამაზი ფოტოა შეუძლებელია არ ეჭვიანო. იეჭვიანა? რა თქმა უნდა. ონური ბავშვობიდანვე ლიდერობასაა მიჩვეული. როგორც ყოველთვის ბოლოს სიტყვა მან უნდა თქვას, მაგრამ შენ ამან არ შეგაშინოს. ეს ასე მარტივი არ იქნება. მართლა? მიხარია მის მოსმენა. სულ ფიქრობ ბინეტა ონურის ცხოვრებაში ისეთი ქალი გამოჩნდეს, რომელიც ჭკუას ასწავლის მათგ. ბატონო ქერემ, მე ყოველთვის თავად ვაგვარებდი ყველა პრობლემას. მიჩვეული არ ვარ ვინმეს ანგარიში ჩავაბარო. სამსახურშიც კი. ეს შევამჩნია. არ მინდოდა სტატია ასეთი გამოსულიყო. ძალიან გაუბრაზდი, როცა მითხრა ბედნიერი ხარ, რომ ზღაპრის დედოფალი დაგარქვესო. ონურთან ურთიერთობა ძნელია შეჰრაზად. ძალიან. შეჰრაზად. შენ გიყვარს ონური? დიახ. ძალიან. ისე როგორც მსხვერპლს ჯალათი. ვერ მივხვდი. ძალიან მიყვარს. ჩვენ მშვენიერი ტყავი გვაქვს, რომელიც კარგად იყიდება. ახლა ნატის წარმოებას დავიწყეთ. კატალოგში რომ არ მინახავს? იძველი კატალოგია. ახალი მალე გამოვა. როგორც კი გამოვა, გამომიგზავნე. რა თქმა უნდა, გამოგიგზავნე აუცილებლად. გავიგე რომ ლალელიში მაღაზია გაგიხსნია. ამთვის დასაწყისში. წარმატებებს გისურვებ. მადლობ ძმაო ბურჰან. იმედია კარგად იმუშავებს. ღმერთმა ქნას. გთხოვ სერგეი. მადლობ. შევბრძანდი. ადე მაგ მოდი. ჩაის დალევ? დიდი სიამოვნებით. ისმენ ბატონო ბურჰან. ორი ჩაი მოგვიტანე. ახლა. სულ ყოველად მეეცი $1000. შემეძლო ის პასპორტი უფასოდ გამომერთმეა. ვიცი სერგეი, ვიცი. მაგრამ საერთოდ რომ არ მიმეცა ის არამზადები დაიმახსოვრებდნენ და თავს არ დამანებებდნენ. დაგანებებდნენ, სხვა გზა არ ექნებოდათ. მათ მე მოუვლიდი. ბურჰან, მე შენ დიდ პატივს გცემ. გმადლობ მეგობარ, გმადლობ. ასეა. რამდენი წელია ერთად მუშაობთ? მე არ მახსოვს შენ. პირველი საქონელი 1993 წელს ვიყიდა შენგან. უკვე 14 წელია. რას ამბობ? რა მალე გარბის დრო. პირობას ყოველთვის ასრულებდი. არასდროს არ ყვევდი. შენც ასეთი ხარ სერგეი. პირობას არ არღვევ. ბატონო ბურჰან, თუ შეიძლება ამას გადახედეთ. კარგი აკდადე. ილდირიმ, ისმენთ? სერგეის გადასახდელი თანხის შეცვალე. კიდევ 5% დაუგელი და ახალი გამოუწერე. კარგი? არ გინდა ძმაო ბურჰან.
გმადლობ. როგორ მოგშევებია? ჩაი არ დავლიოთ? მაგრამ თათბირზე დაგვაგვიანდება. არა უშავს. მოგაცრავად. გისმენთ? ქერემ, გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად შენ? მეც. გირეკავ რომ მკითხო საღამოს რა გეგმები გაქვს. ჯერ არ ვიცი. მოგვიანებით დაგირეკავ. კარგი. როგორც გინდა ქერემ. დროებით, ნახვამდის. გთხოვთ, გამარჯობა ბატონო ქერემ. აი აქაც. კარგი. ბატონო ანურ სემირ სლობოდას პასუხი უნდა გაუგზავნოთ. როცა ბატონი ქერემი მოვა გაუგზავნით. კარგი ბატონო. დილამშვიდობისა. ოჰო, ახლა სწორედ შენზე ვლაპარაკობდით. ონურ შაჰრაზადს გულს რატომ სწვენ? გულს ვკენ? ო, თქვენ რა, ჩემზე ჭორაობდით? ჭორაობდით. გოგო კართან განერვიულებული ვნახე ტილილს აპირებდა. ჩაი დავლიეთ და ვილაპარაკეთ. ძალიან ცუდი თვისება გაქვს. სანამ საქმეს გაარკვევ, მანამდე ბრაზდები. იცი რომ იმ სტატიის გამო დილიდან ჟურნალისტებს ეკამათებოდა. ეს როგორ? აი ასე. მან ყველაფერი მიამბო, ბატონ ზაფერცაც უსაყვედურა, რომელმაც უთხრა მშვენიერი სტატიაა. ჩემთვის ასე არ უთქვამს? რა თქმა უნდა არ უთქვამს. ჩეხომარს გიკითხავს. ანუ ჩემზე ილაპარაკეთ. ჩემმა საყვარელმა ქალმა და ჩემმა საუკეთესო მეგობარმა. მშვენიერია. ხავას დალევ? ო. ვინ მოიტანა? ახალგაზრდა კაცმა. მითხრე ბატონმა ბურხანმა გამოგიგზავნაო. ხელში პაკეტი მომცა. გახსენი და ჩემი პასპორტი იდო. ძალიან გამიხარდა. ღმერთმა დალოცოს. ბატონი ბურხანი არ მიცნობს შაჰრაზად. ეს შენ გამო გააკეთა. გალბატონო ნადიდე. გესმენ. დღეს ჩვენი ანუშკა რას აკეთებდა? იმედი არ მოიწყინა. რუსულად ველაპარაკებოდა. რუსულად? ხო, მაგალითად, ანუჩკამ გვასწავლა, როგორ არის კი და არა რუსულად. ბატონო ბურხან. გისმენ. გალბატონი შაჰრაზადი გირეკავთ. მომეცი შვილო. ალო. საღამოშვიდობისა ბატონო ბურხან. გისმენთ ქალბატონო შაჰრაზად. მაპატიეთ ასე გვიან რომ გირეკავთ, მაგრამ მინდა დახმარებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მიხრიბანის პასპორტი რომ იპოვეთ. მადლობა არ არის საჭირო შვილო. გმადლობთ. ძალიან დაგვეხმარეთ. შვილო, შენ და შენ შვილს ძალიან ცუდად მოგეკეცით. ქალბატონო შაჰრაზად. შეგიძლიათ ცოტა ხანს მომისმინო. დიახ, გისმენთ. მე ბევრი ცუდი გაგიკეთე, მაგრამ ძალიან ვნანობ. მარტო შენ კი არა, ჩემ შვილიშვილსაც დაუშავე. უამრავი ბოროტება ჩავიდინე. ბატონო ბურხან, ასე ნუ ამბობ. დარჩენილი სიცოცხლე რომ სიკეთე ვაკეთო, ამ ცოდებს მაინც ვერ გამოვისხიდი. ღმერთი აუცილებლად დამსჯის. შაჰრაზად, შენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ. მირეკავ რომ ამ დრილანისთვის მადლობა გადამიხადო. განა ეს დრილმანია.
ღმერთმა ადამიანებს სინდისი მისცა. იცოდე რომ ძალიან ნანობ. ედავ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება. ჩემ შვილს ახმედს დავებრუნებდი. ქალბატონო შაჰრაზად. ნება მომეცი. Müsaade et de sana kızım. შვილო დაგიძახო. რა თქმა უნდა. Sağ ol. გმადლობ. Sağ ol. გმადლობ. შეუძლებელია. ვერ ვიჯერებ. ჯანსელ, კარგი რა, გეყოფა ამ ფურცლის თვალიერება. ალიქემალ ვერ ვიჯერებ რომ სახლი ჩემ სახლზე გადმოაფორმე. ახლა შენ ხარ მისი დიასახლისი. სახლი მაქვს. სახლი, სადაც სკოლის პერიოდში ვცხოვრობდი. ახლა შენია. ბავშვობაში იქ ცხოვრობდი. ამის შესახებ არ მოგიყოლია. ის სახლი მამაჩემს ეკუთვნოდა. 15 წელი ვიცხოვრეთ. მერე მამამ დიდი სახლი ააშენა და გადავედით. ბოლო წლებში იქ ვინ ცხოვრობდა? ვაქირავებდით ჩვენ სახლო ნათესავებზე. ახლა შენ გეკუთვნის. ჩემო საყვარელო, მამა შენი სახლი მაჩუქე. ესე იგი შენთვის მნიშვნელოვანი ვარ. ისევე ჭვიგეპარება ჯანსელ. გცხვენოდეს. ვერ ვიჯერებ. დიდი მადლობა ალიქემალ. აბა მოგწონ ვარ? ძალიან ლამაზი ხარ. სად მიდიხარ? წავალ მეგობრებს ნახავ. რამალ მეგობრებს? შენ მათ არ იცნობ? არ ვიცნობ? გისმენ დედა? ხო, ჩვენ კარგად ვართ. მელექს დავუძახო? მე არ ვარ. მელექი ახლა ხან გავიდა. ხო, მუშაობა დაიწყო. ყოველ დღე ერთად დავდივართ. დედა, ერთი სემესტრი დარჩა, რა მნიშვნელობა აქვს? წავა და დიპლომს აიღებს. დამშვიდდი. დედა, არ მცალია, უნდა წავიდე. დღეს მეგობრებს ხვდები, ხვალ დაგირეკავ. კარგი, კოცნი დედა. მამას ჩვენ მაგივრად აკოცე. გპირდები. მელექს ვეტყვი და დაგირეკავს, დროებით. მისმინე, ახლა დავურეკე დედას და ყველაფერი მოუყევი, ტყუილების თქმით დავიღალე. კარგი, დავურეკავ. მელექ, იცოდე შენს პრობლემებს აღარ მოვაგვარებ. გასაგებია. კარგი, მე გავიქეცი, დროებით. მობილური ტელეფონი დროებით გამორთულია. შინაგან მახმა მითხრა რომ ტირები გიყვარს. ასე გვიან? ჩემს გულს შენი ხმა ესმის, შაჰრაზად. ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს. არ მითხრა რომ შენი გული არაფერს გრძნობს. ვერ დავიჯერებ. შენი აზრით მსხვერპლს როგორ უყვარს თავისი ჯალათი? ალბათ ძალიან ძლიერად, ავადმყოფურად. ასეც არის. დღეს შეჰრაზადის მიმართ ჩემი სიყვარული საბოლოოდ დამთავრდა მერთ. საბოლოოდ დასამარდა. ანუ ჩემი მეგობრის საყვარელი ქალი ახლა ჩემი მეგობარია. მორჩა. დამთავრდა. შეჰრაზადს უნური უყვარს. დათანაც ძალიან. ქერე მამას გვიან ხომ არ მიხვდი? როცა იმედს კარგავს სიყვარულიც მაშინ მთავრდება. იმედი კი როგორც ცნობილია,
ყველაზე ბოლოს ხვდება. შეჰრაზადთან საუბრამდე იმედი მქონდა. ვფიქრობდი ონურს კი უყვარს, მაგრამ იქნებ შეჰრაზადს მის მიმართ გრძნობა არ გააჩნია მეთქი. მივხვდი რომ მასაც უყვარს? და როგორ? შეჰრაზადს თვალებში ჩავხედე. და მივხვდი. რადგან ბენუს ხვდები, მეგონა ამას დიდი ხნის წინ მივხვდი. ისმაო, ესე იგი ბენუ არ გიყვარს. მიყვარს. შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ მართლა მიყვარს. მერე? მაგრამ ისე არა. როგორც ქალი. ისე არა. ეს ძალიან ცუდია. გონებით სხვა გიყვარს, გულით კი სხვა. შენი გონება ერთზე ფიქრობს, გული კი სხვას ეკუთვნის. გაურკვევლობაში ხარ. ვერ ხვდები რა გინდა. ძალიან რთული სიტუაციაა. არ ვიცი როგორ დაგეხმარო. ასე რთულია. იქნებ ერთ მშვენიერ დღეს ბენუ ჩემიყვარდეს. მინდა რომ ამის მჯეროდეს. აბონენტი დროებით გამორთულია. კან, სკოლა ძალიან მოგიწონება, ბევრი მეგობარი გეყოლება. შეჰრაზად, დილომშვიდობისა, ბენო. დილომშვიდობისა, ბენო. დღეს ქაანი პირველად მიმყავს სკოლაში და ცოტა დამაგვიანდება. ჩემზე არ ინერვიულო. დღეს სამსახურში არ მივდივარ. რა მოხდა? ამათ ხომ არ ახარ? თუ ასეა შენთან მოვალ? არა, შეჰრაზად, ავად არ ვარ. უბრალოდ ძალა არ მაქვს. ასე არ შეიძლება, ბენო. 2 საათში გავთავისუფლდები და ჰოლდინგში მოვალ. შენც მოდი, შევთანხმდით? არა, შეჰრაზად. ოფისში შევხვდები ძვირფასო, მერე კი თუ მოისურვებ შეგიძლია ცოტა გავერთოთ. კარგი, შევთანხმდით. კარი გავაღოთ. მიდი. მელეკ, ღამით სახლში რატომ არ მოხვედი? იცოდე ამისთვის პასუხს აგებ. ნახონდეს. მართლა? არ მატყუებ? არა, მენდე. საჭესთან მე დავждები, შენ შეგიძლია წახვიდე. კარგი. ქალბატონმა გულიზარმა ძალიან მთხოვა.
ხომ იცი უნდა მადლიერება გამოხატოს. გასაგებია, მაგრამ მადლობა ხომ უკვე გადაგვიხადა. ეს შეხვედრა რა სჭიროა? ქალბატონ გულიზარს ასესურს. უარს ხომ არ ვეთყოდი. საღამოს 8 საათზე გელოდებით. რატომ გინდა ასე ძალიან რომ შაჰრაზადიც წამოვიყვანო? არ დამიწყები მასთან დაკავშირებით რა თქვი დედა? ხომ იცი საქმიან ურთიერთობებში როგორი ვარო ნურ? არ უარყოფ რომ ქალბატონ შაჰრაზადს ფონდის მუშაობაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ისე ნულაპარაკობ თითქოს არ ვიცოდე რომ ყველაზე დიდ მადლობას ის იმსახურებს. კარგი. ოღონდ ჯერ შაჰრაზადს უნდა ვკითხო. იმედია უარს არ მეტყვის. არ ვიცი. აგდა მელოდე. კარგი ბატონო ურხან. გამარჯობა შილო. წარმატებულ დღეს გისურვებთ. რა გნებავთ? ქალბატონი ჯანსელის ნახვა მინდა. ქალბატონი ჯანსელი დღეს არ გახლავთ. სად შეიძლება ვნახო? ვერ ნახავთ. მეუღლესთან ერთად დასასვენებლად წავიდა. რამდენიმე დღე აქ არ იქნება. მეუღლესთან ერთად? დიახ. თუ დარეკა რა გადავცე? ღმერთო ჩემო. დედა შენს როდის უთხარი რომ ჩემზე დაქორწინება გინდა? დიდი ხნის წინ. ესე იგი აუქციონის დროსაც იცოდა? ხო? რატომ არ მითხარი ონურ? უცები პავე საკამათო თემა. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რას ფიქრობს? რა უნდა იფიქროს? რამე თქვა? რა გიპასუხა? არელოდა გაოცდა. დრო მივეცი რომ ნელ-ნელა შეეგუოს. იქნება არ წამოვიდე. ახლა ძალიან შევწუხდი, რომ გავიგე. რატომ შეწუხდი? ისე მოიქეცით ის დღეს არაფერი იცი. ეს ხომ ოფიციალური შეხვედრაა. ნეტა ვარ გეთქვა. ქალბატონ გულიზარს სურს რომ მადლობა გადაგიხადოთ. სამადლობელი არაფერია. ბედნიერი ვარ თუ რამე წვლილი შევიტანე. ქალბატონო შაჰრაზად. ჩვენ ცოტა ვისაუბრეთ და ერთ რამეზე შევთანხმდით. თქვენ ბოლოს და ბოლოს კომპანია ბინიაფის თანამშრომელი ბრძანდებით. როგორც რიგით თანამშრომელს, კომპანიის მიმართ თქვენი ვალდებულებები გაქვთ. ამიტომ გადავწყვიტეთ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში ამირიდან ქალბატონმა აზრა მიმუშაოს. უკაცრავად. სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდით, ვინმეს კითხეთ? ბატონო ონურ გთხოვთ. სწორად გადაგიწყვეტიათ. რა თქმა უნდა, ჩემნაირ რიგით თანამშრომელზე მეტად პროფესიონალის დახმარება დაგჭირდებათ. რადგან ჩემი მოვალეობა ამით ამოწურულია. ნება მომეცით დავტოვოს ხდომა. ჩემს აქ ყოფნის აზრს ვეღარ ხედავ. მოიცადე შაჰრაზად. მოიცადე. ანურ თავი დამანებე. დამშვიდე, ნუტირი. ნუტირი. შაჰრაზად.
ალბათ ქალბატონ შაჰრაზადს არ ესიამოვნა ეს ახალი ამბავი. არა უშავს, ჩვენ შეგვიძლია საუბარი გავაგრძელოთ. ქალბატონო აზრა გთხოვთ. კერემ სად მიდიხარ? ქალბატონი აზრას მოსმენა არ გინდა კერემ? მე მადანაშაულებ? ონორ გთხოვ. შაჰრაზად, არ წახვიდე და მელაპარაკე. სალაპარაკო არაფერი გვაქვს. შაჰრაზად. წავიდა. დაუჯერებელია. პირდაპირ ასეთი რამ როგორ გააკეთა? ამისთვის პასუხს აგებს. დამშვიდე ონურ მოიცადე, დამშვიდე. როგორ დამშვიდე, კერემ? ვერ დაინახე დედაჩემ რა ჩაიდინა? დავინახე. სპეციალურად მოაწყვე შეხვედრა, რომ შაჰრაზადისთვის ეთქვარდ არ მინდიხარო. ეს როგორ გააკეთა? კარგი, ჯერ დამშვიდე. ჩემი საწოლი დაამცირა, კერემ. თანაც ორი უცნობი ხალის თანდასწრებით. ახლა უნდა გამცეს პასუხი. მოიცადე ერთი წუთით. ის ორი ქალი ისევ იქ არის. დედაშენს მათი თანდასწრებით უნდა გაურჩიო საქმე. აბა როგორ მოვიქცე? მის აქციაზე თვალი დავხუჭო? მომისმინა, ჯერ დამშვიდე, კარგი? თორემ რამე ცუდი წამოგხსდება და სიტუაციას უარესად გააფუჭებ. დამშვიდე, ღრმად ისუნთქა. ხომ იცი დეიდაფერიდე როგორია? ჯიბრში თუ ჩაუდგები, უარეს გააკეთებს. უარესი უკვე გააკეთა, კერემ. დაბრაზებული უნდა ელაპარაკები. კარგი, შემეშვი. ერთი წუთი ონურ მოიცადე, ხვალ დაელაპარაკე. ისიც დაფიქრდება თავის აქციელზე. დედაჩემი დაფიქრდება? კარგი, მოდი წავიდეთ. ვილაპარაკოთ. წამოდი. ეს რა ბედი მქონია? ღმერთო, რატომ? ნუ დარდობ საყვარელო. ყველაფერი მოგვარდება, ნახავ. იმავეს ვეღარ გავუძლებ. აღარ მინდა ისევ არასასურველი რძალი ვიყო. ნუ დირი შაჰრაზად. ნახავ, ხვალ ყველაფერი გამოსწორდება. გამომართვი. ის რეგავს? არ პასუხობს. არ უპასუხებ? ალო. შაჰრაზად. კარგად ხარ? კარგად ვარ. მოვალ, სადმე გავიდეთ, დავილაპარაკოთ. არა. გთხოვ, ძალიან გულმარტკენი ვარ, არ მინდა ლაპარაკი. მე ძალიან მტკივებული, გთხოვ, ვილაპარაკოთ. ლაპარაკი აღარ მინდა. მე მადანაშაულებ ამის გამო. მართლა არაფერი ვიცოდი. ონურ, არ მინდა ლაპარაკი. არ შემიძლია, რატომ არ გესმის? კარგი, მართალი ხარ. ხვალ ვილაპარაკოთ. ახლა დაძეკი და დაიძინე, კარგი? შაჰრაზად. ძირფასო. გთხოვ, ასე ნუ ნერვიულობ. ღამემშვიდობისა. ღამემშვიდობისა. ძალიან ნერვიულობს. ძალიან. ლაპარაკი არ უნდა. ვერც გამტყუნებ. გაოცებული ვარ. დეიდაფერიდესგან ასეთ რამეს არ ველოდი. მე კი ველოდი, მაგრამ სიმართლე გითხრა. ასე მზაკრულად, ასე დამამცირებლად თუ მოიქცევ და არ მეგონა. ეს რას ნიშნავს? შაჰრაზადს აგრძნობინა, რომ რძლად არ მიიღებს? კი არ აგრძნობინა, კერემ. პირდაპირ უთხრა. პირდაპირ? ხო. კარგი, ნუ დარდობ. რას იზამს? შენ ხომ გადაწყვიტე, რომ შაჰრაზადზე იქორწინო? დეიდაფერიდე როგორ შეგიშლის ხელს? ხელს ვერ შემიშლის. ამ ქვეყნად ვერავინ შემიშლის ხელს და ვერ მაიძულებს, რომ შაჰრაზადზე უარი ვთქვა, კერემ. დედაჩემის დარწმუნდება ამაში. ონურ, შენ დიდ სიყვარულს იმსახურებ. ვიცი, ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ ერთ დროს ნერვებს გიშლიდი. გაწყენინა კიდეც. ისე გეკამათებოდი, როგორც ბურაკს. ამიტომ ახლა ჩემს თავზე ვბრაზობ. ძმებს შორის ასეთი რამეები ხდება, კერემ. მე და შენ ხომ ძმები ვართ.
იმ დღეს შაჰრაზადთან ერთად ჩაის დასალევად რომ წავედით. დავწმუნდი რა ძლიერ უყვარხარ. მას სიგიჟემდე უყვარხარ ძმაო. ძალიან უყვარხარ. შაჰრაზად არ გძინავს როგორ დავიძინო დაომიხრიბან ნუ დარდობ საყვარელო ვიცოდი რომ ჩემთვის სიყვარული აკრძალული იყო ამას რატომ ამბობ ეს სიყვარულიც დასრულდა მორჩა წინასწარ ნორაფერ სიტყვი შაჰრაზად ან საიდან იცი რომ დასრულდა სიყვარული მარტო სიტყვებით არ მთავრდება არ მინდა ისევ იგივე გამორცადო მიხრიბან აღარ მინდა ისევ არასასურველი რძალი ვიყო გიომშლობისა ისმენთ ხალბატონი შაჰრაზადის მანქანა მოვიყვანე რომ დაცვისთვის გადამეცა გასაგებია მე კონსიერჟი ვარ ეს კი ონორ ახსელს გადაეცით გადავწემ გმადლობთ მობილური ტელეფონი გასულია მომსახურების ზონიდან შემოდით. ბატონო ონურ, ხალბატონმა შაჰრაზადმა კონვერტით გასაღები გამოგიგზავნათ. გასაღები? ეს რა არის? არ ვიცი ბატონო. შეგიძლიათ გახვიდეთ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ონური მოვიდა? მოვიდა ბატონო ქერემ, კაბინეტშია. დილამშვიდობისა. ელაპარაკე შაჰრაზადს. რა მოხდა? რა მოგივიდა? შაჰრაზადი ჩვენგან მიდის. ვერ გავიგე. გამომართვი. კომპანია ბინიფის მმართველ საბჭოს. მინდა გაცნობოთ, რომ მე როგორც პროექტების კოორდინატორს მსურს დავტოვოთ ჩემი თანამდებობა, რომელიც 2006 წლის 9 სექტემბრიდან მიკავია. დილამშვიდობისა. სამსახურში მაგვიანდება, გადიხარ? დამალოდე, გამოვიცვლი და ერთად გავიდეთ. ძახელსად იყავი. სელინთან რა მოხდა? ტელეფონი გადაშული რატომ ქონდა? ბატარეა დაჭდა. ნუ მატყუებ, მელეკ. ნუ მატყუებ. რატომ უნდა მოგატყუო? კარგად ხარ დავა. ქერემთან ერთად იყავი, არა? რა? ხომ არ გაგიჟდი? ნუ არ ყოფ. სისულელით ნუ ლაპარაკობ. ქერემთან რა საქმე მაქვს? ისევ იმავე საკეთებ? ალბათ გაგიჟდი. პარანოია დაგეწყო? როცა ვინმესთან ბედნიერე ვარ, შენ ეჭვიანობისაგან კვდები, არა? დაოგთხო, ამას რატომ ამბობ? გულს მტკენ. ვერ სიხარ. სიმართლე მითხარი. დაგინახე, ქერემთან ერთად იყავი, საწახვედით.
კმარა? კარგი, ადრე შეიძლება შეცდომა დაუშვი და ამის საფასურიც გადავიხადე, მაგრამ შენ მაინც არ მეშვები და ისევ პასუხს მთხოვ. შენს დანაშაულზე პასუხი არ გიგია. ადექი და ლონდონში გაიქეზე უზრუნველად ცხოვრობდი, სადაა ის საფასური, რომელიც გადაიხადე? სიმართლე მითხარი. ქერემთან ერთად სად წახვედი? ბატონ ქერემს კითხე, რადგან ფიქრობ, რომ ერთად ვიყავით, მაშინ წადი და მას კითხე. თუმცა უფრო მარტივია, რომ მე გამირჩიო საქმე, ჩემთან ყვირილი და ჩხუბი უფრო ადვილია, არა? გცხვენოდეს, ჩქუა სულ დაკარგე. ერთი უყურეთ, როგორ გაზრდილა. ბაბა უნდა გააცილო? ნიმეც სახლში რამე გვჭირდება. გავდივარ და წამოვიღებ. არა, ქალბატონო ნადიდე, ყველაფერი გვაქვს. თუ შემაგვიანდება, არ ინერვიულოთ, კარგი. ნახვამდის. ორ პირში ნუ იქნები. თუ რამე დაგჭირდება, ნიმეც უთხარი, კარგი? კარგი, მადლობთ. წამოდი, ანუშკა. საბრალო გოგო. ბატონო ბურხან ამ გოგოს რა ეშველება? სამშობლოში წვერ ბრუნდება. ელაპარაკე? ხო. ცოტა რამ მიამბო. მოსკოვში დედა ხოლია, ავადმყოფი. ორი პატარა ძმაც. მათი ერთადერთი იმედი ეს გოგოა. იმუშავებს და ფულს გაუგზავნის. აქ ხომ არ დაგვესაქმებინა? სად სახლში? რა თქმა უნდა, ფაბრიკაში ხომ არ ვამუშავებ? არა, როგორ შეიძლება ბატონო ბურხან? რატომაც არა? კიდევ ერთი პერსონალი გვეყოლება. არ შეიძლება, არ გამოვა. განი ჩვენთან ცხოვრობს. ორი ახალგაზრდა ერთ ჭერქვეშ როგორ იქნება? ღმერთმა დაიფაროს. მართალი ხარ ნადიდე. ბატონი განის ნდობა არ შეიძლება. უმცროს დას როგორ მოუვრიან? ერთი უყურეთ როგორ მეუყრიათ სათვლები. თითქოს მათი არ იყოს. ესენი რა დიასახლისები დადგებიან, მე არ ვიცი. როგორ ხარ? გაგიარა თავის ტკივილმა. შენ რომ მომეფერები, როგორ არ გამივლის? კარგი რა. ალო. შილო. ბუკეთ. ბურჯუ. ალო. ალო. გათიშეს. ესე იგი ასე ალი კემალ. ტელეფონი მიიცი გოგონებს არა? კარგი დამაცადე? არ დაგელაპარაკა. როგორც ჩანს დედამისიც იქ იყო. ახლა სკოლაში არიან, ალბათ მასწავლებელმა შენიშნა და გაუბრაზდა. არ ვიცი. ახლა მართლა სკოლაში უნდა იყვნენ. ნუ ნერვიულობ. ისევ დაგირეკავენ. შაჰრაზად. შაჰრაზად. აბონენტი დროებით გამორთულია. აბდულა, ორი გუფთა მოგვიტანე. ახლა ბატონო ბურჰან. არ გაწყინოს. არაფერი მომევა. სალეჰი დიდ გუფთებს არ აკეთებს ხოლმე. შენ რატომ არ ჩამ? არ ვიცი, მადა არ მაქვს. ალი კემალზე ნერვიულობ? არ ვიცი რა გვეშველება.
ხედავ სახლის საბუთებიც წაუღია. ფულიც აქვს, როგორც ჩანს დაბრუნებას არ აპირებს. ქალბატონო ნადიდე, ენქალის მაღაზიის თანამშრომელმა მითხრა, ქმართან ერთად დასასვენებლად წავიდაო. რა? ქმართან ერთად? როგორც ჩანს, ცოლ-ქმარივით ცხოვრობენ. ბატონო ბურხან, მეშინია ის გოგო არ დაფეხმძიმდეს. აბა რას იზამს? რას იზამს? არ ვიცი. მეტავ მოძღვრისგან დალოცვა ხომ არ მეიღეს. ონორ. ამ წერილში მინდოდა ბედნიერებასა და სიყვარულზე მელაპარაკა და არა ჩემს უკუღმართ ბედზე, თუმცა გუშინ კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ბედის წერას ვერასდროს შევცვლე. ადრე ჩემი საყვარელი მამაკაცის ოჯახ მარძლად არ მიმიღო. ჩემი ცხოვრება ნამდვილ ტრაგედიად იქცა. დიდი საზღაურის გადახდა მომიხდა იმ ბედნიერების გამო, რომელიც ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. რაც არ უნდა ძლიერ მიყვარდე, იმავე ტკივილს ვეღარ გავუძლებ. მეშინია, რომ თუ შენ დაგიკავშირებ მომავალს, ისევ ძველებურად მეტკინება გული. ამიტომ ორივესთვის აჯობებს თუ აქ დავსვამთ წერტილს. დარწმუნებული ვარ, გამიგებ. შაჰრაზადე. საბოლოო პროექტი მზად არის. აზომვითი სამუშაოებიც დაიწყო. წინასწარი გათვლებით მალე მზად იქნება. მას მერე რაც მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით მერიისგან ნებართვას მივიღებთ, შეგვიძლია პროექტის შესრულება დავიწყოთ. ძალიან კარგი. პროექტის პრეზენტაცია როდის იქნება? ეგ ცოტა ხანს უნდა გადავდოთ, მოუზაფერ. რატომ ჩვენი სააგენტოს მუშაობით კმაყოფილი არ ხართ? სააგენტოს მუშაობით კმაყოფილი ვარ. გუშინ იქ მელეკთან ერთად წავედი. მათი ნამუშევარი მომეწონა, თუმცა არ მინდა ნაჩქარები გადაწყვეტილება მივიღო. ბატონ ქერემს ვურჩია კიდევ რამდენიმე კომპანიის შემოთავაზება განიხილა. ისიც დამთანხმდა. არ მესმის რა საჭირო იყო, ჩვენ ამ სააგენტოს მუშაობით კმაყოფილები ვართ. ჩვენ ხომ შევთანხმდით. მედიის ყურადღების ქვეშ ვიქნებით, ამიტომ პროექტის გაშუქება ამ გამოცდილ კომპანიას უნდა მივანდოთ. ცხადია, რომ მედიას დიდი ინტერესი აქვს ამ პროექტის მიმართ. რა უცებ მონძებნე გამოსავალი მელეკ, ყოჩახ? გილოცავ, მე თუ მკითხავ სხვა კომპანიების შეთავაზებების განხილვა არ ღირს. უბრალოდ დროის დაკარგვა იქნება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ზეინებ. ჩემს ერთ მეგობარს აქვს ახალი სააგენტო. შემიძლია მას დავუკავშირდე. კარგი. მელეკ, მიხედე ამ საკითხს. აუცილებლად. დათბილი დავასრულოთ, არა? დავასრულოთ. ონორი მოვიდა? არ ვიცი, ალბათ მოვიდა. ისევ არაფერი ისმის? არა. რამე რომ იყოს მეტყოდა. მელეკ, გუშინ შენ და ქერემი სააგენტოში წახვედით? მე რატომ ეკითხები? მელეკ, გამატარე. მელეკ, თხოვ. დაოგთხოვ შემეშვი. არ ვიცოდი, მაპატია. ბოდის ნუ იხდი. მოღალატე და სპატიებას ნუსთხო. არავინ იცის კვლავ როდის ჩაგარტყამ ზურგში დანას. მელეკ, მელეკ. ქალბატონი შაჰრაზადი თათბირს რატომ არ ესწრებოდა? არ ვიცი, ალბათ საქმე ჰქონდა. დღეს საერთოდ არ მინახავს, ალბათ გარეთაა. რა შესანიშნავი კომპანია ყოფილა ბინიაფი. მეგონა ორი ქოსემ სულთანი ყავდათ, თურმე სამნი ყოფილან. ქალბატონი შაჰრაზადი და ქალბატონი ბენუ. მეგონა ისინი მართავდნენ კომპანიას, მაგრამ ახლა ეს გოგოც გამოჩნდა. ზღვარს გადავიხართ ალბატონო. გავიწყდებათ რომ მხოლოდ სტუმარი ხართ. ჩვენს თანამშრომლებზე ასე საუბრის უფლება არ გაქვს. მოკაცრავად ვიხუმრე. უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ყველას შეუძლია თავისი აზრი გამოთქვას. ეგ ხუმრობები თქვენი კომპანიისთვის შემოინახეთ. გაოცებული ვარ. ამ კომპანიაში მარტო ქოსემ სულთნები რომ იყვნენ, რა გვიჭირდა ყურმოჭრილი მონებიც ბევრია. გამომივიდა ესეც დამცველი. დაივიწყე. ყურადღებას ნუ მიაქცევ. გააქვს დრო? დავლიოთ. სიამოვნებით. პირდაპირ სიტყვებმა შაჰრაზადზე ძალიან იმოქმედა. თქვა მაშინ ჩემმა ყოფნას აზრი არ აქვსო და წავიდა. ჩვენც უკან გავეკიდეთ. შაჰრაზადი ალბათ განადგურებულია.
ასე. ონურიც ცლივს დავამშვიდე. დედამისთან ჭხუბს აპირებდა. სწორედ მაშინ დამირეკა, ამიტომ ვერ გიპასუხა. ზუსტად მაგ დროს დავრეკე? ო. ონურის დამშვიდებას ვცდილობდი. მერე სახლში გავყევი. ძალიან გვიანი იყო და ვეღარ დაგირეკე. რომ ბოდიში მომეხადა. არა უშავს. შახრაზადი სად არის? არ ვიცით. ონური მასთან სახლში მივიდა, მაგრამ არ დახვდა. არც ტელეფონს პასუხობს. შენი აზრით სად შეიძლებოდა წასულიყო, ხომ არ იცი? არა. წარმოდგენა არ მაქვს. ღმერთო ჩემო. რა კარგია აქ რომ მოვედით. შესანიშნავი ადგილია არა? არ მოგწონს? შენ მოგწონს? მომწონს რა თქმა უნდა. ნახე რა კარგად უკრავენ. დაუმიხრიბა. ტირილი მინდა. ცრემლებს ნოიკავებ. ახლა შენი გული ტირის. შეგიძლია იტირო. რატომ არის წუთი სოფელი ასეთი დაუნდობელი და უმიხრიბან? შენ მიმართ. ჩემ მიმართ. რატომ? არ მინდა შენი მოსმენა. უნდა მომისმინო დედა. არა, არ ვარ ვალდებული გისმინო. ვალდებული ხარ დედა. დედა. ღამე მშვიდობისა. როცა დამშვიდდები და გონს მოეგები, მერე ვილაპარაკოთ ახლა კმარა. იმ ქალს ადგილი მიუჩინე. და თუ ამის გამო მოხვედი, მაშინ შენ შეგახსენებ, რომ დედა ვარ. არა. იმისთვის არ მოსულა, რომ გისახვედრო დედა. ვალდებული არ ვარ ანგარიში ჩაგაბარო ონურ. ამას აქამდე უნდა მიხვდარიყავი. კიდევ ერთხელ გიმეორებ, უფლებას არ მოგცემ შვილიან ქალზე იქორწინო. შენ ონურ აქსალი ხარ. ბინიაფი ჰოლდინგის დამაარსებლის მუხსინ აქსალის ერთადერთი შვილი. იმ მუხსინ აქსალის შვილი, რომელიც საყვარლის ლოგინში გარდაიცვალა. სიტყვებს დაუკვირდი. მამა შენზე ვლაპარაკობთ. რა უცნაურია. თითქოს სულ ახლა მოხდა ეს ყველაფერი. მაგრამ მამა ჩემის ადგილას ახლა მე ვიდექი. ყოველ ჯერზე როცა შენთან ლაპარაკს იწყებდა, ამბობდი რომ ვალდებული არ იყავი, მისთვის მოგესმინდა და ოთახში იკეტებოდი დედა. ონურ სისულელეს ნუ ამბობ. რა თქმა უნდა, მამა ჩემი მე არ მგავდა. ზრდილობიანი კაცი იყო. რადგან ისი მოსმენა არ გინდოდა, ისიც არ გაწუხებდა. შენ მამა ჩემს საერთოდ არ უსმენდი დედა. არასდროს. ახლა კი შენ ჩემი მოსმენა არ გინდა. მე მხოლოდ იმას ვისმენ, რისი მოსმენა ძღირს შვილო. ახლა შენი ნებართვით უნდა დავიძინო. თურმე როგორ ვწდებოდი. წლების განმავლობაში მამა ჩემს უსამართლოდ ვკიცხავდი და შენ გამართლებდი. ჩემთან ასე ლაპარაკს როგორ ბედავ. შენი ბრალია მამა ჩემი ჩვენგან რომ წავიდა დედა. იმიტომ რომ არ უსმენდი და ოთახში იკეტებოდი. ახლა ჩემთანაც იმავეს აკეთებ. ნუ ამბობ სისულელეს კმარა. შაჰრაზადს თუ დამაშორებ, გონია უფრო მეტად მეყვარები. არა. მე შაჰრაზადი მიყვარს დედა. ნუ ხარ ეგოისტი და ამბარდავანი. შენი სითბო და სიყვარული ცავსეგული მაჩვენე. რა თქმა უნდა თუ გული გაქვს. ონურ მომისმინე. ონურ შენ გელაპარაკები. ონურ. არ პასუხობს? არც სახლის ტელეფონზე? სახლის ტელეფონზეც არ პასუხობს. ალბათ სადმე წავიდა. სად უნდა წასულიყო? მუშაობს. კვირის ბოლო მაინც იყოს. მე რამდენად დავრეკე. არც სახლის ტელეფონზე პასუხობს, არც მობილურზე. ღმერთო ჩემო. სამსახურში დარეკე? არ მინდა სამსახურში დარეკვით შევაწუხო. მართალი ხარ. კარგი არა უშავს, ხვალ კიდევ დაურეკე. აუცილებლად დავრეკავ ბატონო ბურხან. ბატონო ბურხან. გისმენ. იქნებ შაჰრაზადმა ქაანი გაჩვენოს კიდეც. იმედი მაქვს. პირველი ნაბიჯი ხომ გადმოდგა?
დაგირეკა, მადლობა გადაგიხადა. ეს ცოტა არ არის. ისე მტკივა გული ნადიდე. რომ ახსენდება რა უსამართლოდ მოვეკეცი შაჰრაზადს. მინდა მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს. კარგი, ნოღარდარდობა მის გამო. დედა, განი სად არის? არ ვიცი, ალბათ თავის ოთახშია. ამას ისევ ძმა ადარდებს. ის მაკმარმაგი საყვარელი გაიჩინა. ეშმაკმა დალახლოს. ჩუმად ბატონო ბურხან, გთხოვ, არაფერი უთხრა. ისედაც განერვიულებულია. და ფიუსონის თანდასწრებით შაჰრაზადის ქება შეეშვი. ძალიან გთხოვ. მისი თანდასწრებით ნუახსენებ. ვითომ რატომ? რამე მოხდა? არ ვიცი. ამას წინათ ძალიან ნაწყენი იყო. არ მაქვს იმდენი ჯგუა, რომ მეც ჯილდოები მომცენო. ასე მითხრა. მართალია, ამდენი ჯგუა არ აქვს. ფიუსონს ხომ არ შევეკითხები, როდის შევაკო ჩემი რძალი და როდის არა? ჩუმად გთხოვ, თორემ ვინანებ რომ გითხარი. გეყოფა. ღმერთო ჩემო. საიტზე დაგარეგისტრირე. ახლა შენი მონაცემები უნდა შევავსოთ. შენი დაბადების წელი მითხარი? რამდენი წლის ხარ მითხარი? 21-ის. 21. აქ რა საკეთებთ? ანუშკას დასაქმების საიტზე ვარეგისტრირებ. განი ნუ გამაგიჟე. რა შენი საქმეა ამ გოგოსთვის სამსახურის მოძებნა? რა მოგივიდა? წადი შენს ოთახში, მიდი ადექი დროზე. დროზე. ნუ აგდებ ამ გოგოს. ჩუმად. წადი. ახალგაზრდა ბიჭის ოთახში შესვლა არ შეიძლება. მიდი დროზე, მიდი. დაო, ალი ქემალში ნუ გეშლები. სხვა საქმე არ გაქვს. იმის ნაცვლად რომ მე მდიო, წადი და შენი ქმარი დააბრუნე. რამდენიმე თვე შეგვიძლია თავი გავიტანოთ, მაგრამ მაინც სასწრაფოდ უნდა ვიშოვო სამსახური. ასე უცებ სამსახურს როგორ იშოვე? ნეტავ ჰაკანის ადგილას ვინმე აიყვანეს? შაჰრაზად. იქნება რიჩქარო. იძულებული ვარ ვიჩქარო დაუმიხრიბან. ბევრი ვალი მაქვს. ბენუს $10,000 ვესესხე. ჯერ ერთი ქურუშიც არ დამიმბრუნებია. კიდევ რამდენ ხანს დამელოდება? შენ ბატონო ნურსა დანაშაულებ? ის არაფერ შუაშია. მაშინ სამსახურიდან რატომ წამოხვედი? არ შემიძლია დაუმიხრიბან. რთულია ამის სახსნა. ყოველ დღე ონურის ნახვა და მასთან ერთად მუშაობა ძალიან გამიჭირდება. გეშინია რომ თუ პირისპირ შეხვდებით, ცდონებას ვერ გაუძლება რა შაჰრაზად. სიყვარულის ძალა ყველა ბარიერის გადალახვაში დაგეხმარება. მთავარია შენ გჯეროდეს. როგორ უნდა მჯეროდეს? აჰმედის სიყვარულმა ბედისწერის სიმუხთლე ვერ ამარიდა. აჰმედი ოჯახიდან წამოვიდა და ჩემთან ცხოვრება არჩია, მაგრამ დაიღუპა. მერე შვილი გამიხდა ავად. ის რომ გადამერჩინა. ღმერთო, მივხვდი რომ ბედნიერებას მხოლოდ ჩემი შვილი მომანიჭებს დაუმიხრიბან. აი ახლა მოვიდა ქალბატონო ფერიდე, ხურნულს გადავცემ. დედა თქვენი ვერ გიკავშირდებათ. დედა ჩემს სამსახურში მოსვლას უკრძალავ. ვერ გავიგე ბატონო ონურ. კარგად გაიგე რას ვთქვი. აბონენტი დროებით გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. ზად ხარ შაჰრაზად.
Yüzün kaşırıp ürkek dursam da aramızda derin yanarsam da her şeyinle bana aşık olsam da gözlerin saklamaz bu sevdamızı korkularımla senden kaçsam da bu simsiyah gecede kalsam da biz hayatta durdukça yaşarız bu aşkı sevdayı. არა, ისევ გათიშული აქვს მობილური. არც სახლის ტელეფონს პასუხობს. წამოდი მივდივართ. ჩაიცვი ქალბატონო ნადიდე. მაგრამ არ მინდა კვირა დღეს შევაწუხო. რომელ შეწუხებაზე მელაპარაკები? რა დროს ამაზე ფიქრია? უკვე მე რამდენი დღეა ამ გოგოსთან არაფერი ისმის. იქნებ რამე შეემთხვა. რა ხდება, მამა, სად მიდიხართ? შაჰრაზადთან მივდივართ. რატომ? რა გინდათ კვირა დღეს შაჰრაზადთან? ტელეფონზე არ პასუხობს ფიუსუნ. გვეშინია ქაანს რამე ხომ არ შეემთხვა. წავალთ და გავიგებთ. ხო, რა თქმა უნდა, ქაანი. ღმერთო, შენი რძლისთვის ანგარიში ჩაბარება ჯობია წახვიდე და ჩაიცვა ქალბატონო ნადიდე. სასწრაფოდ უნდა გავიდეთ. რას ბრძანებთ, მამა? რა ანგარიში? მაგრამ ნეტავ როგორც ქალბატონ შაჰრაზადზე ზრუნავთ, ასე გეზრუნათ ჩემი შვილების მამაზეც რომ მოგეკითხათ. ღმერთო ჩემო. როგორც იქნა სახლში მოვედით. მიდი საყვარელო. მიდი შვილო, შენი ჩანთა ოთახში შეიტანე. ოჯახ საყვარელო. აი ასეთი ყოჩაღია ჩვენი ბიჭი. ჩვენ კი ჩაიდავლეთ, კარგი? შაჰრაზად, შენ ნივთები დაალაგე, მე ჩაიდანს დავდგამ. კარგი. ჩემთვის რომ მეთქვათ, ერთ დღესაც ბატონო ნურს ისეთი სიყვარული ეწვევა, რომ ასე დღეში ჩააგდებს და ჭკუიდან შეშლისო, არ დავიჯერებდი. არც მე დავიჯერებდი ფირდევს. ვწდებოდი რომ არ ბჯეროდა თურმე, რასაც ზღაპარში ყვებიან, სიმართლე ყოფილა. სიყვარული ისეთია, გარზე როდის მოგიგაგუნებს არავინ იცის. შენს გულს დაიპყრობს და ჭკუიდან შეგშლის. მე ჩემი სიყვარული ვიპოვე ფირდევს. ვიპოვე, თუმცა არ ვიცი როგორ შევძლებ მის დაცვას. თავარი ხომ სიყვარულის დაცვა? იმ დღის შემდეგ იცი რამდენჯერ დაურეკე შაჰრაზადს. რამდენჯერ მივედი მის სახლში. ყველგან ვეძებე. ხომ არ დანებდით? ნეტავ შემეძლოს დანებება. მოიცადე, მიხრიბან. არ უპასუხო. კიდევ რამდენ ხანს უნდა დაემალო? ჩვენი აუქციონის შესახებ ჟურნალშიც კი დაიბეჭდა, ნახე? წლის ყველაზე წარმატებულ საქველმოქმედო ღონისძიებად აღიარეს. დედა, დაჯეკითხო, რაღაც მინდა გკითხო. გისმენ? იმ შეხვედრაზე იცოდი ფერიდი ასეთ რამეს რომ გეგმავდა. ერთად გადაწყვიტეთ შაჰრაზადი ქალბატონი გულრიზისთან დასწრებით დაგემცირებინათ.
ძალიან მომენატრებებია. მეც ძალიან მომენატრე ძვირფასო. შემოსაყვარელო. კარგად ხარ? ჰა, ძალიან კარგი. სახრაზად. ვერ წარმოიდგენ როგორ ვნერვიულობდით შენზე. რამდენიმე დღით დასასვენებლად წავედით. მართლა? მინდა დასაქმეებისგან დამესვენა ტელეფონი, ამიტომ გავთიშე. ამ ხნის განმავლობაში თქვენგან ამბავი რომ ვერ გავიგე რა აღარ წარმოვიდგინე. მართალი ხართ. უნდა გამევთხილებინეთ. გართან ნუდგა ხარ, შემობრძანდით. არა, არ შეგაწუხებ. გარეთ ბატონი ბურხანი მელოდება. ქვემოთ არის? ხო. არ ვიცოდით სად იყავი. ისიც ნერვიულობდა. დილიდან დაიჩემა წავიდეთ ვნახოთო. ბატონი ბურხანი დღე და ღამე თქვენზე ფიქრობს. მოკლედ, თავარია რომ კარგად ხართ. აღარ შეგაწუხებ შვილო. წავალ. არანუ წახვალთ. ბატონ ბურხანსაც დაუძახეთ, ამოვიდეს. კან. ბაბუა ქვემოთ ყოფილა. შინ სანახავად მოვიდა. უთხარე ბებიას რომ ბაბუაც ამოიყვანოს. ბატონო ბურხან. შახრაზადი სახლში გეპატიჟება. მე? ხო. გელოდება. დარწმუნებული ხარ ქალბატონო ნადიდე? არ გინდა შვილი ნახო. წამოდი. ნუ ვალოდინებთ. გამარჯობათ. გთხოვთ. კან. ჩემო შვილიშვილო. კან. არ მიესალმები ბაბუას? მაგალითად, შენ რომ მითხრა, ბენუზე მინდა დაქორწინებაო,
ალბათ ბედნიერებისგან არ გავგიჟდები, მაგრამ უარსაც არ გეტყვი. ლამაზი, ჭკვიანი, მიზანდასახული გოგოა, კარგი ოჯახიდან. თუ შენს გიყვარს? შენი აზრით როგორ ქალზე უნდა დავქორწინდე, რომ ბედნიერი იყო? მითხარი დედა. კერემ შვილო, შენ და ონორს ერთი რამ არ გესმით. ჩვენ თითით საჩვენებელი ოჯახიდან ვართ. ხვდები ონური შვილი ან ქალზე რომ დაქორწინდება ეს რა მითქმა მოთქმას გამოიწვევს. მართალი ხარ. ხალხი ელაპარაკებს. დედა ესე იგი ფერიდეს უჭერ მხარს. კარგი. ნუ აღარ გავაგრძელებთ გამაც. ვაღიარებ ფერიდეს საქციელი დამამცირებელი იყო. ჩემთვისაც მიუღებელია, მაგრამ მიმაჩნია რომ შაჰრაზადიც დამნაშავეა. სიყვარული? როდის იყო სიყვარული დანაშაული დედა? თემას ნუცვლი, შაჰრაზადი შვილიანი ქალია. თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ონურ აქსალია. დედა, შაჰრაზად შვილი ყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ონური უშვილო ქალს უფრო მეტად ეყვარება. თქვენ ახალგაზრდები ხართ. ახალგაზრდული გულუბრყვილობით უდგებით საკითხს. ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერზე მნიშვნელოვანი სიყვარულია. მართლა? ასე იმიტომ ხომ არ ფიქრობ, რომ დაგავიწყდა რა არის ნამდვილი სიყვარული? ადრე შენი ისტორია მომიყევი. მამა თავდავიწყებით შეგიყვარდა. ბაბუას არ უნდოდა რომ მასზე მიეთხოვებინე. ამის გამო სახლიდანაც კი წახვედი. შეხედე მამას ფოტოებს დედა. იქნებ გაიხსენო რა არის ნამდვილი სიყვარული. შენ ძემი ბაბუა ხარ? ხო, ბაბუა ვარ. გთხოვ, კიდევ ერთხელ დამიძახე ბაბუა. ბაბუა. ბაბუა, მოდი ჩემი ოთახი გაჩვენო. კარგი მაჩვენე. ხელი ჩამკიდე. შაჰრაზად. ერთი სიცოცხლეში ემატა ბურხანს ქაანი რომ ნახა. ღმერთმა დაგლოცოს რომ ამის უფლება მიეცი შვილო. რას ბრძანებთ? ის ხომ ქაანის ბაბუა. იცი? ღამით ტირის ხოლმე. გული მეკუდება, როცა ვუყურებ. იცი? სულ ახმედს დასტირის. მეც დავტირი. ნათელში იყავი შვილო. ბები ემართალი ყოფილა. მამას ძალიან გავხარ შვილო. ქალბატონო მელეკ, როგორც იქნა სახლის გზას მოაგენით? ისევ სელენთან რჩები? ხო. ასე არ გამოვა მელეკ. სელენს ტვირთად ნუ დააწვევი, სირცხვილია. იტყვის მის და სახლი არა აქვს, ჩემთან რატო რჩებაო? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. გეყოფა, ნუ მებუტები. ჩემ შეცდომას ხომ ვაღიარებ. ალო, კერემ. არაფერს სახლში ვარ. ონური აქ ყოფილა. მეჯნივე მითხრა. ცხენზე ჯირითობს, მაგრამ მე ვერ დავინახე. გასაგებია. თუ ნახავ სასიხარულო ამბავი გადაეცეს, შაჰრაზადი კარგად არის. შაჰრაზადს ელაპარაკე.
არა მომწერა. იმდენი მესიჯი გავუგზავნე, რომ ბოლოს მიპასუხა. კარგად ვარ, ჩემზე ნუ ნერვიულობა. ახლა სად არის? მე gar ვიცი. მომწერა მე და ქანი ნიჟარებს ვაგროვებთო. ნუ ნერვიულობ, როცა დავბრუნდები დაგირეკავო. სხვა არაფერი? არა, სადღაც ზღვის სანაპიროზე არიან. ღმერთო. მიგეწერა რომ ონური ნერვიულობისგან გაგიჟდა. კარგი, საღამოს სადმე ხომ არ გავიდეთ? აუცილებლად. თუ გინდა გამოგივლი. კარგი. ერთი წუთით. რას აკეთებ? მერე დაგირეკავ, კარგი ქერამ. კარგი. კარგი. Ne yapıyorsun? რას აკეთებ მელეკ? Gidiyorum. მივდივარ. სად? Yaptığım ისეთ ადგილას, სადაც ჩემ შეცდომას არავინ წამომაძახებს. სისულელეს ნუ ამბობ. სისულელეს არ ვამბობ. სელინთან გადავდივარ საცხოვრებელს, თავისუფლებას არ მოგცემ. ხელი გაუშვი ჩანთას. ვერ გავიგე, რატომ მიდიხარ? შენგან ნებართვის აღება არ მჭირდება. გამიშვი, უნდა წავიდე, მელეკ. დავიღალე სულ პოტენციურ მეტოქეთ აღმიქვამ. იმის გამო, რომ არასწორად არ გაიგო რამე ქერემის გვერდით ყოფნისას არ ვიცი საით გავიხედო. ნუ სულელო, გთხოვ. მართალი ხარ. მე გიღალადე. შეყვარებული წაკართვი, მაგრამ ამის გამო მხოლოდ მე მანდანაშეულებდი. მარტო მე ვიყავი დამნაშავე? ენის არაფერი დაუშავებია? მას რატომ არ მოსთხოვე პასუხი? ენის რატომ არ კითხე, რატომ გიღალატა? özür dilerim. მაპატია. Özür dilerim. ბოდიშს გიხდი. Bu hayatta hep ben. მთელი ცხოვრება მხოლოდ მე ვარ დამნაშავე. Hep ben. მხოლოდ მე. ერთ დღესაც ალიბაბა სახედარზე შეჯდა და ტყისკენ გაუდგა გზას. როცა დღეს მიუახლოვდა, წინ რაღაც კვამლი დაინახა. დაინტერესდა რა იყო. სახედარი ხეზე ისე დააბა, რომ არავის დაენახა. თავად კი იმ კვამლისკენ წავიდა. შაჰრაზად. მოდი. დაჭიქი. ჩვენთან ერთი უზინათ ლოკაცი ცხოვრობდა. საზზე უკრავდა. მაშინ ძალიან პატარა ვიხავი. ერთხელაც მივედი და ვკითხე. ასე მხიარულ მელოდიას რატომ უკრავ? ნუ თუ არ განიცდი რომ უსინათლო ხარ მეთქი. გამიცინა. მითხრა ეს დროს ცოდვა ჩავიდინე და ძალიან ნანობდი. ყოველდღე ვლოცულობდი. ღმერთო ოღონდ იმ საბრალო კაცმა მაპატიოს. და მზად ვარ. თვალის ჩინი დავკარგო. მერე მართლაც დაბრმავებულა. მითხრა ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინა. იმ კაცმა ვის მიმართაც შევწოდე მაპატია, მაგრამ თვალის ჩინი დავკარგეო. ამიტომ ვუკრავო საზზე ასეთ მხიარულ მელოდიას. ნუ დარდობთ. მე უკვე გაპატიეთ. შენ კი მაპატიე. მაგრამ მე ვერ ვპატიობ ჩემს თავს შაჰრაზად. და ვერც ვერასდროს ვაპატიებ. მაშინ ვითხარი, 10 სიცოცხლე რომ მქონდეს, ერთსაც არ გავიმეტებ მეთქი შენთვის. ამ სიტყვების გამო სინდისის კენჯნა სიკვდილამდე არ მომასვენებს. არ გინდათ გთხოვთ. კეთილი გული გქონია. უბლება მომეცი რომ ჩემ შვილიშვილს ჩავხუტებოდი. ახლა რომც მოვკვდე, არ მახელავს.